ზოგადად წელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს თვითონ სახსრის ტკივილით, გქონდეს თიაქარი, ან გქონდეს პროტრუზია, რომელიც იწვევს ნერვის მოჭყლეტვას. რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ახასიათებს ხოლმე irradiatsiya, ანუ გადაცემა ფეხზე, დუნდულაზე და მეორე შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალოდ კუნთების სპაზმი, რომელი არის გამოწვეული მაგის დადგენა შედარებით რთულია და ვერ იგებ. და რა ხდება კუნთის სპაზმის შემთხვევაში? ეგრეთ წოდებულ ტრიგერულ წერტილებს ვეძახით, როცა კუნთი გადაიტვირთება ან პრობლემაში იქნა კუნთში, მთელ სიგრძეზე არის ძალიან ბევრი მიოფიბრილები ჩალაგებული, ანუ ეს კუნთოვანი უჯრედები, ანუ ეს მიოფიბრილები დაჭემულ მდგომარეობაში რჩება რა ეს კუნთის უჯრედები. კუნთი რო რჩება დაჭემული და დასპაზმული, აქ სისხლის მომარაგება არის შემცირებული. ჩვენ ამ შემთხვევაში გვჭირდება რომ სისხლის მიმოქცევა გავაუმჯობესოთ ამ კუნთში. ხელითაც მაგალითად პალპაციით, ანუ ხელის მოძრაობით შეგვიძლია ამ კუნთის შემთხვევაში გავიგოთ, რომ ეს არის ტრიგერული წერტილი, რა ანუ გამაგრებული და მტკივნეულია ძალიან, როცა აწვევი ხელით. ჩვეულებრივ შემთხვევაში კუნთი არ არის მტკივნეული ხელით ვაწვევი, მაგრამ ტრიგერული წერტილზე რო აწვევი ხელით, არის ძალიან მტკივნეული. ეგ არის დასპაზმული კუნთი. ამას ჭირდება მექანიკური ზეწოლა, ანუ კაი მასაჟი, სპორტული მასაჟი და სპორტული მასაჟის საშუალება თუ არ არის, მაგალითად ტენისის ბურთით ეს კუნთი დავამასაჟო. ანუ კომპრესია ხდება ამ კუნთზე ტენისის ბურთით და კუნთი უნდა გავწიროთ და შეგუმშოთ ისე. კუნთი გაიწელა, თან კომპრესია არის, ბურთს ვაწვევი უკან, შეიკუმშა. ჩემი ეს წელის ტკივილი თუ არის განპირობებული ამ კუნთის სპაზმით, ამ შემთხვევაში ეფექტი მექნება ძალიან სწრაფი. ანუ ამ შემთხვევაში ტენისის ბურთი არ მიდევს ზუსტად ხერხემალზე და მალებზე რა, მიდევს ხერხემლის გამშრელ კუნთებზე, ანუ გვერდით, მალების გვერდით, კუნთზე მიდევს.